ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები. ქეთევან ჯანხოთელი შემოგვიერთდა როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემით. დღეს ვისაუბრებთ მცენარეების როლზე ანა კალანდაძის შემოქმედებასა და ცხოვრებაში. მეფერება მზეალერსის მთოვარს, ვარდისფერად სამან ჩამომთოვა. მე მიგალობს, როდი მიმატოვა თოხიტარა ბაძა წინარტო ვარ, ქარი მარხებს და ყვავილებს მაცლის, ყვავილს მომწყვეტს გაიტაცებს მინდვრად, დამიყვავე ქარო, ნუ ხარ მკაცრი, პატარა ვარ მოფერება მინდა, მითხარიო, როგორ ვანდო, საიდუმლო აშარსა და მსტოვარს, მე ბაღეო, ნუ დამტოვებ მარტო, მეშინია, პაცა წინარტო ვარ, ანა კალანდაძე. ქეთი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ანა კალანდაძის პოეზიით შემოგვიერთით. ფაქტიურად ხაი კიდევ ერთხელ გადავხედე მის პოეზიას და ძალიან დიდი როლი უკავია ყვავილებს და მის ლექსებზე არაერთი სიმღერაც დაიწერა და შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო თანამედროვე ქართული პოეზიის დედოფალი ანა კალანდაძე, არამედ ყვავილების დედოფალიც, მოდი ასე დავარქვათ, ხომ? გეთანხმებით, ნინო, დილამშვიდობის მოგესალმებით. ანა კალანდაძე არის ის პოეტი, ის ადამიანი, რომელიც არ კარგავს თავის აქტუალობას, სულ უფრო და უფრო ყველა თაობაში ის არის ძალიან ახლობელი და ძალიან საყვარელი პოეტი. მისი შემოქმედება არის ის სინაზე, ის ლირიკა, რომელიც თავის დროზე, როდესაც ის პირველად გამოჩნდა 22 წლის ასაკში ასპარეზზე, პოეტურ ასპარეზზე, ყველასთვის გახდა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, გულით საყვარელი და ყველას გულის ჰანგს გამოჰკრა, სიმს გამოჰკრა თითი და ყველას ძალიან შეაყვარა თავი. ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს სოფელ ხიდისთავში და მისმა სკოლის პერიოდმა გაიარა ქუთაისში, ხოლო შემდეგ ის ჩამოდის თბილისში, უნივერსიტეტში აბარებს და ეუფლება პროფესიას, რომელიც მისი ცხოვრების ასევე ძალიან ესეთი სწორხაზოვნად მიუყვება ამ პროფესიასაც. ეს არის ენათმეცნიერების კუთხით ღებულობს ის განათლებას და მისი აი ეს პროფესიული სწორხაზოვნად მიუყვებოდა, როგორც გითხარით, ამ პროფესიას, მაგრამ აი სწორედ ამ პროფესიული გასვლებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის დროს ის ასევე ქმნის თავის აი ამ არაჩვეულებრივ პოეზიას. ანუ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან ძალიან შეჭიდული და დაკავშირებულია. მას ჰქონდა ძალიან დიდი გამოცდილება იმისი, რომ ყოფილიყო სტუმრად კვლევის, აი ენათმეცნიერების კუთხით, დიალექტების კვლევის კუთხით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და უამრავი მე ცალკე ამოვიწერე, ვთქვათ, აი ის ნაწარმოებები, ის ლექსები, რომლებიც აი ამ სხვადასხვა კუთხეს ეძღვნება და რა თქმა უნდა მათში ის მცენარეებს ძალიან ფართოდ გვაცნობს და სხვათა შორის ძალიან ისეთი უცნაური მცენარეებიც კი შემხვდა მის შემოქმედებაში, რომელსაც არ ველოდი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ქართული კუთხური სახელწოდებები აქვს ნახსენები თავის აი ამ პატარ-პატარა ლექსებში, რომელსაც მე პირადად მხოლოდ აი ჩემ პროფესიულ წიგნში მაყაშვილის ლექსიკონში შევხვედრი ვარ და ვიცი, რომ აი თქვა სხვადასხვა კუთხეებში არის ეს მცენარეები, აი ამ სახელებით ნახსენები, აი აქ სწორედ მის ლექსებში სწორედ აი ეს მცენარეები შემხვდა და ძალიან გამიკვირდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არა მარტო ქართული მცენარეები, არა მარტო კუთხური სახელწოდებები, ისეთ მცენარეებსაც ხვდებით, რომელიც ლათინური ნომენკლატურული სახელწოდებებით არის წარმოდგენილი, ცოტა აი რაღაცა მოდელირებაც აქვს ზოგიერთ განცდილი და ამასაც ესეთი კერძოდ შევეხები და ასევე ძალიან უცხო ქვეყნის მაგალითად ურუკუ ასეთი მცენარე აქვს ნახსენები, ეს არის ინდიელების მცენარე, რომელსაც აი სხეულის მოსახატად სხვადასხვა რიტუალებში იყენებდნენ და აი ეს ამ მცენარე მიიქცია მისი ყურადღება და ისეც ახსენა მის პოეზიაში.
ამით იმის თქმა მინდა რომ ანა კალანდაძე მიუხედავად თავისი მოკრძალებული ხასიათისა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან თავმდაბალი და ისეთი ნაკლებად აქტიური ადამიანი იყო, რასაც ამას მე არ ვამბობ, ის თავის თავს ასე ახასიათებს, რომ მე ძალიან ისეთი ინერტული ადამიანი ვარო და ჩემი ცხოვრება თავიდან რო იწყებოდეს, მხოლოდ ამ გზას გავივლიდიო, აი ასე ამბობს და მეც სხვა გზა არ მაქვს, ვეთანხმები მას და ვხედავ კიდევაც, რომ წერე თქვა, ვხედავთ კიდევაც, რომ აი ის მიუხედავად თავისი ამ ხასიათისა, ძალიან დიდ თემებს ეჭიდება და ფართო ასპარეზზე გადის თავისი გონებრივი შესაძლებლობები. ძალიან მინდა ესე იგი გავვიხილო ეს ასევე იმ კუთხით რომ მის შემოქმედებაში გარდა იმისა რომ თქვათ არის სხვადასხვა კუთხეებზე ლოკაციებზე საუბარი აი ესეთი არის მაგალითად ხო ბეთანიის გზაზე, ლამის ყანაში, თბილისის კვიპაროსებს ახსენებს, სულ სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს ან გამახსენდა თბილისის ლამაზი კვიპაროსები ასე ამბობს. და ესე იგი ლოკაციების კუთხით არის მის შემოქმედებაში ეს მცენარეები. ასევე ძალიან ფართოდ და თამამად ეხება ის წმინდანების თემას და გავიხსენოთ ეს პერიოდი როდის გამოჩნდა ის ქართული შემოქმედების ასპარეზზე, როდესაც აი პირველი ტალღა პოეტები რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ ხო ცისფერყანწელები აი ესენი თითქოს აი ამ ბოლშევიკებს უკვე მონელებული ყავთ უკვე დასჯილი და რაღაცნაირად თვალსაჩინოდ დასჯილი ყავთ და აი ამ პერიოდის მერე გამოდის ის ასპარეზზე და თითქოს გულს მოუოხებს აი ამ დაჩაგრულ ხალხს, რომელიც ელოდება იმას, რომ ვიღაცამ სიტყვა წამოაცდინოს რაღაცა ღირებულ საკითხებზე. და აი ამ პერიოდში იგი პატარა, იცით როგორ არის, აი მისი ლექსები თითქოს პატარა აღვლენილი ლოცვებია აი ამ წმინდანების მიმართ. ახსენებს ქეთევან დედოფალს, თამარ მეფეს, ახსენებს ვახტანგ გორგასალს, დავითს და აი პატარ-პატარა ლოცვებს აღავლენს მათ წინაშე და არ ერიდება სხვათა შორისაც ყველაზე მეტად გამიკვირდა იმ პერიოდში, როდესაც ეკლესიის ხსენება არ შეიძლებოდა, ის თავის ლექსებში ღმერთს მოიხსენიებს თავისი სახელწოდებით, თავისი სახელით, ხო, საბაოთ ამბობს. და აი ესე პირდაპირ სახელებით ამას როგორი გამბედაობა ჭირდება რა და ამითი კიდევ ერთხელ ის ავლენს თავის შინაგან ძლიერ ბუნებას და ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებას მიღმა ანუ საუბარია ზოგადად სოციუმში აქტივობებზე მაგრამ მისი კალამი და მისი პოეზია იყო ეს ყველაზე დიდი ძალა, ხო? და თუნდაც იმ პერიოდში რა სიტუაციაც იყო, ყველაზე დიდი იარაღი მის და თან ის მიუხედავად იმისა, რომ აი წერდა, ღიად წერდა და ყველა მის ლექსში იყო ქართული და აი ანუ გინდა წმინდანებზე ვისაუბროთ და გინდა ჩვენ მეფეებზე, ანუ არ იყო ტაბუირებული მაინც. და იმ პერიოდშივე აღიარებული იყო ანა. ხო, აი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? აი იმ სიტუაციაში და იმ დროს. და რა თქმა უნდა, ჩვენ მცენარეების ხას მიუყვებით, ნინო, მაგრამ რატომ შევეხე აი ამ სულიერ მხარეს? ჯერ ერთი ის, რომ მცენარეები არც აქ არის მოკლებული და ის ქეთევან დედოფალს და თამარ მეფეზე საუბრის დროს ვარდებს მოიშველიებს და რაღაცა შესაფერის მცენარეებს ადრის მათ. მაგრამ მინდა რა თქმა უნდა ჩვენს პატრიარქს შევეხო მის ესე იგი ისტორიაში მოხდა გადაკვეთა რა თქმა უნდა პატრიარქს ძალიან უყვარდა პოეზიაც და გაჟღერდა ინფორმაცია რომ აი ანა კალანდაძეს მაშინ როდესაც დადგა ხო აი ამ წინაკვირაში ეს საკითხი რომ სად დასაფლავებულიყო პატრიარქი დაიდო ინფორმაცია რომ თურმე ანა კალანდაძეს თავის დღიურში ქონდა აღწერილი ის აი ეს თემა მოხსენიებული რომ მას პატრიარქთან შეხვედრის დროს პატრიარქს ილია მეორეს დაუთვალიერებია მისთვის სიონის ტაძარი ერთად შესულან და თვითონვე უჩვენებია რომ აი მე უნდა დავიმარხო აი აქ სიონის ტაძარშიო და აი ეს თემატური მაგვაქვს დღევანდელობასთან და ის როგორც უკვე ვთქვით ძალიან ფართოდ ეხება სულიერ საკითხებსაც და ეს თემა მის შემოქმედებაში ძალიან
ამ თემას დიდი ადგილი უკავია. კი, დიდ ადგილს იკავებს. ასევე მოდი აღნიშნოთ მცენარეები მის ცხოვრებაში. ჯერ ერთი ის რომ აუცილებლად მის შემოქმედებაში გამოყენებული მცენარეები და მე არ შემეზარა და აი ამ წიგნებიდან რაც ჩემს ხელთ იყო გადავთვალე რაღაცა პატარა ქრონოლოგია გავაკეთე მივყევი და 100-მდე მცენარე არასრულად 100, მაგრამ 100-მდე მცენარე არის მოხსენიებული. მათ შორის არის ისეთი მცენარეები, რომლებსაც ის რა თქმა უნდა შეეხო ფიზიკური შეხება ქონდა და იხსენებს მაგალითად ორი წყავი, რაღაცა რეალურად ხდებოდა მის თვალწინ ამ მცენარეების რაღაცა ზრდა განვითარება და არ დაგვავიწყდეს თუთა. თუთა მისი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი, რომელიც ბავშვობის ასაკიდან ყველას გვაქვს ნასწავლი და რაღაც გვესათუთება, ამისი თქმა ბავშვობიდან ყველას ძალიან გვეამაყებოდა, ხო? და ეს თუთა, ამ თუთას აქვს თავისი პროტოტიპი. და ეს თუთა ხარობდა მისი ბავშვობის ეზოში, ხიდის თავში, რომელიც შემდეგ დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, რაღაცა გამოვიდა მწყობრიდან და მოიჭრა, მაგრამ ნახეთ თბილისში, როდესაც ცხოვრობდა ის ნონეშვილის ქუჩაზე და ცხოვრობდა ის ძმის ოჯახთან ერთად და აი ესეთი რაღაცა პატარა ისტორიას ყვება მისი რძალი, რომელიც ასევე ძალიან კარგად მეგობრობდა მასთან და ამბობს, რომ ძალიან საჭირო გახდა ჩვენთვის ბინის შეცვლა და ამ ნონეშვილის ქუჩიდან გადასვლა და ანა კალანდაძეს ძალიან ენანებოდა ამ ქუჩაზე ჩარგული მცენარეებიდან მოშორება და ეს მცენარეები იყო იასამანი და აკაცია. ნუ თბილისში იმ პერიოდში აკაციის ხეებით იყო გაშენებული ეს გამწვანებული ქუჩები და ბევრ ადგილას და ბევრ პოეტთან ხვდებით ამ აკაციას. გვახსოვს ხო გალაქტიონს ჰქონდა კიდევ თავისი აკაცია და ძალიან უყვარდა. და აი ამის თქმა მინდა რომ ანა კალანდაძეს აი ძალიან ენანებოდა ამ ქუჩის დატოვება ამ ორი მცენარის გამო, რომელიც მისი ფანჯრიდან ჩანდა. და საბოლოო ჯამში მაინც შეიცვალეს მათ საცხოვრებელი სახლი და ძმამ იზრუნა იმაზე, რომ იქ სადაც გადავიდნენ, იქ მეორე სართულზე იყვნენ და იმ ეზოს ფანჯრებიდან ჩანდა დიდი თუთის ხე. ეს ის თუთის ხე არ არის, რომელიც ამ ლექსშია ნახსენები, თუმცა ანას ეს ძალიან უყვარდა და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ამას. და ესე იგი, ესეთი ფრაზა არის ნახსენები, რომ მართლაც რამოდენიმეჯერ გადაუაბელინეთ ეს თუთაო, იმიტომ რომ მართლაც ფანჯრებში შემოვიდა და ეს ლექსის აი შინაარსი განმეორდა ჩვენს ცხოვრებაშიო. ასევე ესე იგი მცენარეების ფართო ასორტიმენტი ხდება. ასორტიმენტს ვამბობ, იმიტომ რომ სახეობების ჩამოცვლას ახლა ვერ დავიწყებ, მაგრამ აი მინდა რომ გადმოვცე, რომ მართლა ძალიან ბევრი მცენარეა ნახსენები და გაჯერებულია მისი ლექსები. ხან ერთია ნახსენები, ხან 5-6 მცენარეა ნახსენები და ამას რატო ვამბობ ახლა? როგორც ვახსენეთ, ეს იყო საბჭოთა კავშირის პერიოდი, სადაც, როდესაც ანა კალანდაძე, აი წარმოვიდგინოთ ეს მომენტი, როდესაც ანა კალანდაძე გამოჩნდა ასპარეზზე, თავისი პატარა დღიური ქონდა და ეს ლექსები ჩანაწერი, პატარა ბლოკნოტი ქონდა, რომელიც შემდეგ აი მის მუზეუმშიც კი ესდევს, რა თქმა უნდა და თუ არ ვცდები გამოიცა კიდევაც ეს ჩანაწერების პატარა რვეული და ნახეთ იქ წარადგინა ლექსები და დააწიეს, რა თქმა უნდა, მწერალთა კავშირში მოხდა ეს და დააწიეს სია მალევე, რომ თუ რა საკითხებზე უნდა ეწერა პოეტს საქართველოში, საბჭოთა პოეტს საქართველოში. და აქ იყო ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, მთელი აგრონომიული მიმართულებების, მევენახეობა, ტრაქტორისტი, იქ რაღაცა მიწის მუშა და აი მთელი ჩამონათვალი და თემები, რომლებიც ანა კალანდაძემ
ვერ ვიტყვი რომ მათი ესე იგი ეს სია უარყო, მაგრამ არა იმ კონტექსტით როგორიც მათ უნდოდათ. აი აქაც თავისი აი ეს რაღაცნაირი ძლიერი ხასიათი გამოავლინა, თუმცა ნაზი ხმით. თუ საბჭოთა მწერალს უნდა ეწერა და ეს რაღაცა დოგმა იყო ასეთი რომ აი ამ საკითხებზე ასევე გავიხსენოთ ისიც რომ იმ პერიოდში აკრძალული იყო ვაჟა-ფშაველასაც კი უგულებელყოფდნენ და ზერელედ უყურებდნენ ხო გახსოვთ რომ ეს კუთხური კილო მიუღებელი იყო და აკრძალული იყო და ამ დროს ანა კალანდაძე ფშავის მთელ ციკლს წერს და მიდის სხვადასხვა ჩვენი მთების სხვადასხვა კუთხეებში და პირდაპირ ლექსების ციკლებს უძღვნის აი ამ ეროვნული იყო. დიახ, იყენებს ისეთ ტერმინოლოგიას, რომელიც არის აი მცენარეები, რომელიც არის მხოლოდ კუთხური სახელწოდებებში ვხვდებით და აი მაგალითად ახლა კორჩიოტა რო გითხრათ, ხო, ვერ მივხვდებით რა მცენარეზეა საუბარი, ამ დროს არის ყოჩივარდა ჩვეულებრივი და მხოლოდ კუთხური და მხოლოდ აი ამ ამ კუთხეებში არის ის გამოყენებული. ნახეთ არ შემიძლია არ ვახსენო ის მისივე ნებართვით ცხადია, იმიტომ რომ ის რაღაცა გაკვირით ამბობს და დაიდო, თქვათ ინფორმაცია ამის შესახებ, თუ ვინ იყო მისი მუზა. ჩვენ ვიცით რომ მას არ ყოლია ოჯახი, შექმნა ოჯახი, თუმცა მალევე დაიშალნენ და შემდეგ მას აღარ შეუქმნია ოჯახი და თუმცა კი ამბობს რომ აი ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ღმერთმა არ გვამყოფოსო, რაღაცა გატაცებები ყოველთვის, რა თქმა უნდა, მქონდაო. და ასეთად ანა კალანდაძის გარდაცვალების შემდეგ გაჟღერდა და დაფიქსირებულია ეს სხვადასხვა ინტერვიუებში, სხვადასხვა მასალებში, რომ ის მისი გატაცების ერთ-ერთი ობიექტი იყო ფშავის მკვიდრი ილო ფხოველი, რომელიც იმ პერიოდში ესე იგი უკვე დაქორწინებული იყო და მათ ერთმანეთთან ამ თემაზე არ უსაუბრიათ, თუმცა ანასთვის ისეთი კარგი ლექსების ციკლი შეიქმნა, რომ აი შეუძლებელია ამის გარეშე. კალანდაძე ისე წერდა, რომ ამ სიყვარულის გზების გარეშე ალბათ წარმოუდგენელია ესეთი პოეზია შეფერილიყო. და ნახეთ ესე იგი რისი თქმა მინდა რომ როგორ პარალელებს ავლებდა და როგორ ინახავდა თავის გრძნობას თავის თავში რომ ამ ადამიანს ქონია ცისფერი თვალები და ესე იგი ანა კალანდაძე მასზე საუბრისას მოიხსენიებს ვარდკაჭაჭას ხო აი ეს ცისფერი ყვავილია და ასევე აი ნახეთ ამოვიკითხავ ერთ ლექს თქვენის ნებართვით და აი ამ სიტუაციას კარგად წარმოაჩენს. ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა, ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა, შხებს შეაფრქვევს ვარდკაჭაჭას, ლამას თისფერთოლიანსა, წამო ჩემთან უკაცრავად ვერ გავყვები ცოლიანსა, ესალმება ფხოვის ტყეებს მწვანე მოლიანსა, დაჯირას და უკადრისას, სატყრობელას ჭორიანსა, არაგვისკენ გზას მიიკვლევს, გზას ძალიან შორიანსა. ხო, აი ასე კომენტარის გაკეთებას ხო და აი ასეთი ლექსებით შეეძლო მას აი თავისი გრძნობები გამოეხატა და შორიდან მისათუთებოდა მისთვის ძვირფას ადამიანს, თუმცა გასაიდუმლოებულად არასდროს მის ცხოვრებაში მას ეს არ გაუჟღერებია, შემდეგ მივაკლია აი ამ ინფორმაციას. ერთ-ერთი მცენარე, რომელიც ასევე მინდა ვახსენო, ჩემი ძალიან ისეთი ძვირფასი აღმოჩენა და ერთი წუთით მოვძებნი და ვისაუბროთ. ესე იგი, ასეთი ლექსი აქვს ანა კალანდაძეს ჩაქვში. და აკითხვისას რაღაცა ნათნობი ჟღერადობა ოლია ფრაგრანს, ნაზი ფორთოხლის სურნელი დაჰკრავს და არხევს ქარი ცინერეების ვერცხლისფერ ფოთლებს და ცისფერ ზღვაზეც თვალუწვდენელ ზღვაზე ზვირთს მოსდევს მზესაც და ზღვასაც ნაზი ფორთოხლის სურნელი დაჰკრავს როგორც ამ ყვავილს ოლია ფრაგრანს.
Olia fragrance. Რაღაცა მივხვდი რომ ეს Olia fragrance ხა იმდენი მცენარე მაქვს ნასწავლი და რაღაცა შესწავლილი რომ თან გავს და თან არ გავს. დავიწყე კვლევა. საინტერესოა. დავიწყე კვლევა და სურნელი, აი ეს ფორთოხლის სურნელი აქვს ნახსენები და ეს ყველაფერი, აი ამ კომპონენტებით, ამ მონაცემებით მივხვდი დაახლოებით რა მცენარეზე იყო საუბარი და ეს არის olive fragrance. იგივე ოსმანთუს fragrance, რომელსაც ქართულად ქვია სურნელოვანი ოსმანთუსი და რომელიც ჩაქვში და ჩვენს ზღვისპირეთში 1900 წლიდან შემოიტანეს და ჩაინერგა, ესე იგი ჩარგეს და მას შემდეგ გადასარევად ხარობს და ესე იგი ეს არის მარადმწვანე დეკორატიული მცენარე, რომელიც არაჩვეულებრივ ზუსტად აქ აღწერილ სურნელს აფრქვევს და აი ესეთი კეთი თან ძალიან კარგად იცნობდა ამ სამყაროს მცენარეებს. დიახ, გაგიკვირდებათ და აი ასეთი, როდესაც ერთია რომ დაუშვათ წერდა, გამოიყენებდა უშუალოდ, ხო? დიახ. ყვავილის დასახელებას და რა თქმა უნდა ძალიან ლამაზია ყოველთვის ლექსი, მაგრამ თან იცნობდა, იცოდა, ერკვეოდა. სწორი მიმართულება, ნინო, აი მე გამომრჩა, რა აი ილოფხოველი ვახსენეთ ფშავში, ხომ? იქ მივლინებული იყო აი ამ კვლევის, ქართული სიტყვერების კვლევისთვის და მასთან რა კავშირი ქონდა? თურმე მე ილოფხოველი იხსენებდა, რომ საუბრობდით ძალიან აინტერესებდაო მცენარეების დასახელებებიო, აი ეს ჩვენი კუთხური მცენარეებიო. ნახეთ, არის კიდევაც ვიდეო მასალები შემონახული, სადაც ის ნიკო კეთხოველთან ერთად არის და ბედა და ეს ზუსტად თვალში მომხვდა რომ მასთან ერთად დიდი ბოტანიკოსი და ბიოლოგი და როგორი ესეთი ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი მით უმეტეს ჩემი პროფესიისთვის და არის ზუსტად ის კადრი დაჭერილი სადაც ისინი საუბრობენ რაღაც მცენარეზე რაღაც ესეთი დიდ ფოთლოვანი მცენარეა თუმცა ვერ ამოვიკითხე რომ რომელია რაღაცა თხილის მსგავსი ფოთლები აქვს ასევე არის კადრში შემონახული ბუერას ფოთლიდან როგორ სვამს ანა კალანდაძე წყალს რაღაცა საჩვენებლად ესეთი რაღაცა ძალიან ლამაზი მომენტები აი ეს კვლევა ქონდა ამისი და აი ესეთ დიდ ადამიანებთან ქონდა საქმე ნახეთ ასეთი მცენარე აღმოაჩინა კი არა გაიგო რომ მის სახელს ატარებდა გვირილები, ხო? და კუთხურად სიტყვა ანას შეიცავდა და ძალიან გაუხარდა ამ სცენარის აღმოჩენა. და ეხლა რაც შეეხება აი ამ ლექს ოლია ჩაქვში, ოლია ფრაგრანს, ამ შემთხვევაში მას ჰქონდა მონაცემი, რა თქმა უნდა, ლათინური სახელწოდების და ნახეთ მოდელირებას უკეთებს თავის რიტმზე, თავისებურად გადმოა გარითმავს და ესე გვაწვდის. ასევე არის ცინერეები, აქაც საუბარია ცინერარიაზე. ლათინური სახელწოდება ასეთი აქვს, ვერცხლისფერ, ნამდვილად ვერცხლისფერ ფოთლებიანი მცენარეა, ასევე დეკორატიული. და ნუ პორტოხალსაც ახსენებს სურნელის აღსანიშნავად. ნახეთ, აქვს მას აი ეს მთელი რიგი მცენარეების, რომელსაც აი ესე ახასიათებს და კარგად გამოყავს და ნახეთ, ცოტათი რომ მაინც თვალი გადავალოთ, აი თითქოს ისე დაალაგებდა აი იქ ფშავში, იქ სხვაგან მოიძიებდა მცენარეებს ზოგს ლათინური სახელწოდებით, ზოგს აი მკუთხური სახელწოდებით და აი საბოლოო ჯამში ნახეთ როგორი ასორტიმენტი აქვს. ვარდი, ჭადარი, ლერწამი, დაფნა, ნაძვები, შროშანა, აკაცია, ალუბლის ტოტი. ხო წარმოგიდგენიათ ახლა ამ ყველაფერს ის როგორ გაათამაშებდა, გამოიყენებდა თავის არაჩვეულებრივ ლექსებში. ერთი ძალიან ესეთი კარგი გულზე რომ მოგეფინება ისეთი თემა მინდა ვახსენო. ნახეთ, ასევე მას აქვს გამოყენებული ესეთი ხემხვივანი თუ გაგიგიათ, აი ესეთი სახელწოდება ხემხვივანი. და აი რომელი ხე? ნახეთ, ეს არის კონკრეტულად არც ერთი და ნახეთ, როგორი სულიერებას საიდან შემოუვარა და საიდან მოგვაწოდა. ხემხვივანი ეს არის მცენარე, რომელსაც შესწირავდნენ ხოლმე აი ამ სადმე სალოცავში. და შემდეგ ვინც შესწირავდა, უვლიდა ხოლმე მას და ეს აქვს გამოყენებული ანა კალანდაძეს ძალიან კარგად.
ის კიდევ ერთხელ გვახსენებს სულიერების მნიშვნელობას და მოდი კიდევ ერთ სცენარეს ვახსენებ და ეს არის ვახსენოთ სცენარები, რომლებიც გარდა პოეზიისა, მუსიკაშიც არის გამოყენებული და მის ცხოვრებაშივე შეიქმნა მასზე სიმღერა, ეს არის მაგნოლია. და ეს არის არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელსაც ყველა მღეროდა მისთვის გულის მოსაგებად და ძალიან ლამაზი ესეთი რაღაცნაირი სიმღერაა, რომელიც ყველას გულზე გვხვდება. ასევე თუთა და ასევე ძალიან ესე იგი ძვირფასი ესე იგი სიმღერა, რომელსაც ქვია ქარი გიმღერის ნანასა. აქ რა თქმა უნდა ჭადარია ნახსენები, ამ კუთხით არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი ეს სიმღერა და აი არ ყოფილა მის გარშემო ხელოვნების სფერო, რომელსაც ანა კალანდაძის შემოქმედება არ მისაკუთრა და თავის შემოქმედებას არ დაატყო მისი ლამაზი რითმი და ხელი. აი თუ გვაქვს კიდევ დრო, თუ ამოგვეწურად გვაქვს დრო, მაშინ შეგვიძლია ჩვენ შევეხოთ ისეთ თემებს, როგორიც არის ომი და ნახეთ ის ომის გმირებს უძღვნის ლექს და ლექსებს და აი ამითი რაღაცნაირად ესე იგი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და სინანულს აი ამათი დანაკარგის გამო და ასევე მეორე უკიდურესობა, სადაც გახსოვთ ჩვენ გოგლა ლეონიძეზე რო ვისაუბრეთ, იქ დეიდა მაიკოზე ვისაუბრეთ, ეს იყო გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა ქალი, რომელსაც ძალიან უყვარდა ბავშვობიდანვე მცენარეები და შემდეგ ომის გამო როგორ იცვლება მისი ცხოვრება და დამოკიდებულება ამ ყველაფრის პესიმიზმისკენ მიდის, აი ოპტიმიზმით დაწყებული პესიმიზმისკენ მიდის. ნახეთ, ანა კალანდაძეს აქვს საპირისპირო ესე იგი პერსონაჟი, ეს არის ბოშა ქალი, რომელსაც ნუ რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი კადრებია, როდესაც სოფიკო ჭიაურელი და ლიზა ბაგრატიონი ასრულებენ აი ამ არაჩვეულებრივ ტანდემს, დუეტს და თეკვით და ლექსით და სიმღერით და აი აქ ეს ბოშა ქალი რას გამოხატავს იმ თავისუფლებას. სწორედ ეს აი ბოშა ქალი იყო პირველი ლექსი, რომელიც დაიბეჭდა რამოდენიმე ლექსთან ერთად, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში და ეს გაზეთი იმავე დღეს უკვე აღარ იშოვებოდა თბილისში, გაქრაო ეს გაზეთიო და ზოგი აკრიტიკებდა, მაგრამ უმეტესობამ დაინახა თუ რაზე იყო საუბარი, რომ საბჭოთა ადამიანი, რომელიც აი როგორც თქვით, სია იყო მიცემული, რომ რაზე უნდა ეწერა, აი მთელი ამ სიის და აი ამ საბჭოთა პროლეტარი ადამიანის უგულებელ ყოფის რაღაცა სიმბოლო იყო ეს გოგონა, რომელიც ეს ბოშა ქალი, რომელიც მიუყვებოდა აი ამ ზღვის სანაპიროს და ძალიან თამამი, ლაღი და დაცლილი ამ რაღაცა იძულებითი რაღაცა სტატუსებისგან იყო ანა კალანდაძის სული. ანუ განსახიერება საკუთარი თავის. დიახ, აი თამამად ვისაუბრეთ, მიღოთ იმისა, რომ ძალიან მორიდებული იყო. ის ძალიან ძლიერი ქალი იყო. და მისი პოეზია ამის დასტურია. ქეთი და თქვენის ნებართვით ანას ერთი ლექსი მინდა დავიკითხო, ეს ჩემი უსაყვარლესი ლექსია. თქმა უნდა, ნინო. თუ დავიხრჩვები, ღვინომ დამახრჩოს, გავდე ყაყაჩოს სათის ხალიანს, ძლივს მობარბაცეს მთვრალი ყაყაჩო, ომარ ჰაიამ. გული თელილი ბედის ფლოქვებით მოკვდა დადუმდა დიდი ხანია, სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით, ომარ ჰაიამ. სურების შექმნეს შენი ტალახით, ღვინო მოულხენს ელ მოხატულებს შენი სუნთქვა ლურჯი ბალახი, ფეხს რომ უკოცნის ლამას ხათუნებს, გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები, ხეებში არხებს ქარი აფყია, ხეებით სვავენ ღვინოს ფოთლებით, დამთრალ ყვავილებს გულზე გაყრიან, ლოყა წითელი ვარდის ყვავილი. ფხიზლობს, ჩურჩულებს როგორც მისანი, ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი, ბალღებრტირო და თურმე ნიზამი, ეს სურა შექმნეს შენი ტალახით ქართულ მარანში, დანახანია ხელმოკარგული ლერწმის ტოტები დარახანია, ამ სურით სვავენ ღვინოს ლოთები, ომარ ჰაია. მადლობა ნინო.
მადლობა კეთი თქვენ ცოტა დრო დაგვრჩა და დავასრულოთ ეს გადაცემა და მართალი გითხრათ ძალიან მენანება, იმიტომ რომ ანა კალანდაძე ის პოეტია, რომელზეც ალბათ საუბარი უსასრულოდ შეიძლება. ამით დავიწყეთ, რომ ანა კალანდაძე თანამედროვე პოეზიის დედოფალი და ყვავილების დედოფალიც. დიახ, ძალიან ძლიერი ქალი და ძალიან სათუთი. შეიძლება ასეც ვთქვათ. კეთი, მადლობა, რამის ხომ არ დაამატებდით? მადლობას დავამატებდი ანა კალანდაძის მიმართ მისი პოეზიით მიღებული სიამოვნების და რაც შეეხება მის პოეზიას, ეპოქები ვერ მოერევა. ანა კალანდაძე ვფიქრობ, რომ სულ დარჩება. დიდი მადლობა, ეს იყო გადაცემა მწვანერჩევები კეთი ჯანხოთელთან ერთად ჩვენ ვისაუბრეთ მცენარეების როლზე ანა კალანდაძის შემოქმედებასა და ცხოვრებაში.